ჩვენი კონცერტი. დიახ, საბრძოლო ცეკვით, გამარჯვების ცეკვით. ხორმით უნდა დაწყებულიყო, იმიტომ რომ მათ გვიათ ქართა. ძალიან მაგარი ადამიანები არიან კულისებში, ხალხო. ჯერ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეხლა ტექსტი ხონდა თავში რაღაცა. ამ ცეკვის შემხედვარი საერთოდ ამომივარდა ყველაფერი თავიდან, იმხელა ეფექტი მოახდინა ამ ცეკვამ, ხორუმმა და მე პროგრამაში რო უყურებ, როგორი ცეკვებია, გარვიცი დაგლიჯავენ, შეჭამენ ამ სცენას და რას იზავენ ასი არავარ. ამიტომ მართლა მაგარი შვილებისთვის მადლობას გიხდით. თქვენ ძვირფასო დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, ხელმძღვანელობას აღარ მაქვს საუბარი, ამათ მე ცალკე მოვეფერები, მათი ნერვულობის ხარისხი ისეთი მაღალია, არ ვიცი, მე ესეთი რამე ჯერ არ მინახავს, თუმცა ამ ნერვულობას ჩვენებურად, ქართულად პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ქვია და კაში დაუგარეთ ამ პასუხისმგებლობის და იცით კიდე რა მინდა რომ გითხრათ, ყოველთვის ვცდილობ ყველა კონცერტზე დავაფიქსირო ეს აზრი და პროფესიით ჟურნალისტი ვარ, დამოვიწყდა წარმოა, ბესო ჩუბინიძე გახლავთ ჟურნალისტი. მადლობა. ყოველთვის ვაკვირდები კულისებში, როგორ იქცევიან ბავშვები, ერთმანეთთან როგორი დამოკიდებულება, რას აკეთებენ და მადლობა იცით ვისთვის, სანამ სცენაზე გამოდიოდნენ, ზოგი ჩუმად, ზოგი სხვების დასანა პირჯვარს იწერენ და ისე ემზადებიან სცენაზე გამოდიოდნენ. აი ამ ზეთი შვილებისთვის მადლობა თქვენ შეგიძლიათ. და რა თქმა უნდა, ზუსტად ასეთი მოტივაცია იმ ადამიანის, ვინც შექმნა ეს ყველაფერი, ვინც დაიწყო, რამდენი წელი როგორ და რამდენად ამას ყველაფერს მოგიყვებით, არის ერთი კარგი ქართველი კაცი, კარგი მოცეკვავე. თუმცა მე როგორც ადამიანს, მისი კარგი მოცეკვავება შეიძლება მეორე პლანზე მქონდეს გადატანილი, იმიტომ რომ ადამიანობის ხარისხი აქვს მაგარ. ჩემ გიორგის გაუმარჯოს, ჩემს გიორგი გაგაშვილს, ქართავს შობერს, ამისი დამაარსებელს და ისეთი პასუხისმგებლობით ვუდგები დღევანდელ კონცერტზე ზუსტად ვიცი ყველაფერი ხარისხიანად დამთავრდება. ხალხო, შეამჩნევდით, ამას ჩემი კარნახი არ დაჭირდება. ცოცხალია ქართა, ცოცხალი ბავშვები არიან და ცოცხალი მუსიკა უმშვენებს. ვერც აი ესეთი მაგარი მუსიკოსებისა. ეს არის ანსამბლი იბერია, ბენდი იბერია. და დღეს ჩვენი დღევანდელი ღონისძიება, ჩვენი საანგარიშო სოლო კონცერტი ანსამბლ ქართას იქნება, როგორ უნდა ვთქვა ეს ორი სიტყვა, ცოცხალი, დიახ, ცოცხალი ყველანაირად, ხმით, ფეხებით, ხელებით, ცეკვით, ყველაფერი იქნება ცოცხალი, ყველა ეფექტი და ამიტომ გამარჯვებას გისურვებთ ყველას ერთად. ბენდი იბერია მაგარია, ქართა მაგარია და ჩვენი ხალხიც მაგარია. ერთმანეთს დავუკარით ტაში ქართველები.
როგორც ახლა ვიმყოფებით ქალაქ მცხეთაში. აი ეს პატარა ვაჟკაცები არიან ანსამბლ ქართას მეომრები. მათ უახლახანს დაამთავრეს თავისი ცეკვა ყაზბები. და უბრალოდ ერთი ასეთი რაღაც მინდოდა ტრადიციულად, ისე როგორც ყველა დარბაზიდან. ამ დარბაზიდანაც ვიმართო დედამიწის ნებისმიერ კუთხეში გაფართო ქართველობას, ჩვენს ღირსეულ ქართველ ემიგრანტებს. და ყოველთვის ყველგან გავიმეორო რამდენიმე სიტყვა, რომ ბიჭებო, აფხაზეთი! რომ აფხაზეთი! რომ სამაჩაბლო! რომ საქართველოს გაუმა!
აი ეს არის ის ვისთვისაც ჩვენ და ჩვენი თაობა ყოველთვის ვიშრობებთ, ვიობებთ და ყველა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ამათი სიხარულით. ამ ყველაფრისთვის ღირს ეს ყველაფერი რა. დიახ, ამ ყველაფრისთვის ღირს ეს ყველაფერი. და დაში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ესნა შეიყვანეთ გუნდი იმერია, გვიმარხავთ, მეგობრებო. ქორეოგრაფიული ანსამბლი ქართა მათ დაიმსახურეს დღეს ეს ტაში მათ დაიმსახურეს ბევრი მადლობა მაგრამ მათთან ერთად მადლობა დაიმსახურა აი ამ გუნდმა რომელსაც ახლა სცენაზე უნდა ვთხოვ საბა როსტომაშვილი გთხოვ საბა თეო ატკანაშვილი გთხოვ
ღირსეულად ჩამთავრებულ ღონისძიებას და ისეთ რომ მოვიდა ჩემო გიორგი, ისეთი კაცებსაც ჩუქნიან ხოლმე პაუნდებს, ასე ყაროდი პაუნდები. ხორობა იქით იყოს და ძალიან დიდი მადლობა ხალხო, ასეთი ღონისძიებისთვის ძალიან დიდი მადლობა და ვთხოვთ სტუმრებს შემოგვიერთდნენ დარბაზიდან, წეგან გამოვაცხადე აგერ მათი სახით მოგზადეთ მადლობები, მივესალ მოთაბულისმენდებით. მადლობა გახაბერ მოგზადეთ. მადლობია მოგზადეთ. კიდევ ერთხელ გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა გია ბატონო. მადლობა გიორგი, აქეთ მოგზადეთ შეიძლება. მადლობა გახაბერ. ტრადიციულად ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია ამ დიდი და გრანდიოზული წარმატებული საანგარიშო ღონისძიებების შემდეგ ჩვენ წერტილს დავუსვავთ ხოლმე და მარკს მოვაყრეთ იმ ყველაფერს რაც სცენაზე მოხდა და ვიწყებთ თქვენით. ორგესში მადლობა საღამოშვიდობის შემოძვრითასებო მიამაყებით და ამაყივარო ვარგევარ თქვენთან ერთად ამ საოცარ ბავშვებთან შვილებთან ერთად არ ვიცი ესეთი ცეცხლის დანთება ნუ ამ უფროს დაობაზე აღარ ლაპარაკობ ოჩახ ბიჭებო ძალიან მაგრები ხარ და აი ესეთი მაგარი ქართველები ბესოროი გლები ხარ ნამდვილად და გოგურები ყავს კიდე პატარები რომელთაც აპლოდისმენტები ჭირდება აი ესეთი მაგარი შვილები რო ყავს ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში შემოგვიფასებო მშობლებო მადლობა იმისთვის რომ აზიარებთ ქართულ ხელოვნებას ქართულ ცეკვას დაირჩიეთ ანსამბლი ქართა ჩვენი ულამაზესი ქორეოგრაფების ხელმძღვანელობით და ატარებთ ბავშვებს და აზიარებთ ნამდვილ ქართველობას. აქედან მაქვს პატივი და უფლებაც მხოლოდ ერთი დეტალი რჩება შესათანხმებელი რიცხვი ეს იქნება აუცილებლად შემოდგომაზე თვეს დაგიკონკრეტებთ ოქტომბერ-ნოემბერში და თქვენი ანსამბლი ქართას დალოცავს პატრიარქი შიომესამე ამას პირდები გელოდები სუგორა 200 იყო ბავშვები თუ არ ვიცი რამდენი შობლებიანა ბებიებიანა ბაბუებიან გელოდები სამების ტალღაში შემოდგომაზე აუცილებლად კვალიტეტის მერიის სახელით უფინანსებ ექსკურსიას ლოკაცია ადგილით რო შეათანხმონ შეარჩიონ და განაჩენი ძალიან ძვირფასი საჩუქარი და დასაფასებელი საჩუქარი ძალიან დიდი მადლობა შემოგია მადლობა შენ პირადად ჩემო კარგო ადამიანო, ჩემო კეთილო კაცო. აი ამ ჯარის აღზრდისთვის, რომელიც დღეს შენი მოსწავლების სახით თეთრ შიდა ქართლში მოვაწეობენ. თავი ჩამოწადეთ ჩვენ შიდა ქართლი ვარ. უნდა ვიყოთ ერთმანეთს ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით. თორე ეს არაფერი გამოვა. ერთმანეთს ვიბადოთ სიკეთეში და შრომაში. მინდა მადლობა გადაუხადო გიორგის შემთხვევაში გაზრდილებას. ასეთი მაგარი შეეხება ვერტო ყოფილვარ რიგზე კაც ჩავიების სინამდვილე მაგრამ გამიჯერეთ სცენაზე თქმა ბევრაძნელია ფართული ცეკვა ბევრაძნელია შეიძლება გახდეს სოფლიო ჩემპიონი ოლიმპიური ჩემპიონი მაგრამ ვერასოდეს ვერ დადგე სცენაზე და ვერ გააკეთებს რასაც ეს ბავშვები აკეთებენ აი ეს დროშა რომელსაც ახლა მე ხელმიფრია შოთა ბერძნებიძეს შემდეგ ბრძოლაში გამარჯვებისთვის უნდა გავატანოთ და ხალხთან სახელი მოიგოს და ეს დროშა გაიგეთ და ამფრიალე რიგზე. აგრეთვე გამარჯვება მიულოცავ ძალიან კაცს. გიორგი მაგაშვილი და ბარბარა პურასაკი ქართა. დიდი სიხარულით, სიყვარულით მინდა მიულოცო ანსამბლ ქართას ესეთი ლამაზი ღონისძიება, რომელიც მცხეთის კულტურის ცენტრში ჩაატარა. უსურვებდი ყველაფერს საუკეთესოს. ნუ შეზრული ვარ. იმდენი ბავშვები ჩამოვიდნენ, დაახლოებით 250 ბავშვი დავინახე თუ არ ვცდები სცენაზე და მთელი რუისი აქ არის. მოკლედ და მინდა რომ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიო ყველა მშობელი, ყველა მასწავლებელი, პედაგოგები და რა თქმა უნდა ბავშვები. ამავდროულად გიორგი კაკაშვილი, შრომელი ადამიანი, რომელიც არის არ ვიცი, ენერგიის წყარო, ძალიან მაგარი ადამიანი და მინდა უსურვო ყველაფერი საუკეთესო, რა თქმა უნდა გიორგის და თავის აღსაზრდელებთან და შეგიძლიებთან ერთად.
მივესალმები ანსამბლ ქართას და მის ხელმძღვანელობას. ძალიან დიდი ბედნიერება არის, რომ აი ესე წლის ბოლოს მთელ საქართველოში ტარდება საანგარიშო კონცერტები, რომელსაც ანსამბლები წარადგენენ მთელი წლის და მარტო ერთი წლის და რამდენიმე წლის ნამუშევრებს წარუდგენენ თავიანთ საყუდარ მაყურებლებს, თავიანთ ოჯახის წევრებს და სტუმრებს, ახლო სტუმრებს. ძალიან დიდი ბედნიერება არის. გუშინ სამცხე-ჯავახეთში ვიყავით, ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში იქ ვიხილეთ ესეთ საანგარიშო კონცერტი. დღეს აგერცხეთაში ვარ და ჩამოსული არიან შუა ქართლიდან, გორიდან, რუისიდან ჩვენი მეგობრები და გადატარებენ ასეთ საანგარიშო კონცერტს. დიდი ბედნიერება, რომ საქართველოში ასეთი ზეიმებია, ქორეოგრაფია უმაღლეს დონეზეა და მადლობა აი ქართლის რეგიონულ ორგანიზაციას, რომ გარშემო შემოკრებილი ყავს ესეთი მაგარი ბიჭები და გოგოები და ყოველ თვეში ერთხელ მაინც გვანებივრებენ აი ულამაზესი კონცერტებით. მადლობა ამ ბავშვებს, რომ აი ესე ლამაზად გამოდიან ჩვენ და სასიამოვნოდ, მაყურებლის სასიამოვნოდ და აი ესე ქართლი ზეიმობს დღეს რა. დიდი მადლობა ანსამბლ ქართლს. მინდა ჩემს კოლეგას გიორგის მივულოცო დღევანდელი დღე. მისი ანსამბლის წლის საანგარიშო კონცერტი ტარდება. ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ქართლში ესეთი ანსამბლი ყავს. გიორგი იმსახურებს ნამდვილად, იმდენ შრომობს. მინდა რომ უამრავი წარმატება ვუსურვო და დღეს თავის შრომის შედეგი დაიდო ნამდვილად. და კიდევ მინდა უღრმესი მადლობა ბატონ ბესოს გადაუხადო ამ საღამოს გალამაზებისთვის და ჩემს კოლეგას და შიდა ქართლის ყველა კოლეგას ვუსურვებ უამრავ წარმატებას. მე ვიცი რამხელა შრომა იდება თვითონ ბავშვთან მუშაობის დროს. მადლობა გიორგის, წარმატება და დღეს მართლაც როგორც მას და მის ანსამბლს ეკადრება, ისეთი შედეგი დაიდო. დღეს ვესწრებით ერთ-ერთი შიდა ქართლის ულამაზესი ანსამბლის ქართას კონცერტს, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი კაკაშვილი, ახალგაზრდა ქორეოგრაფია. მივესალმები დღევანდელ დღეს, მივესალმები მშობლებს, ბავშვებს, თვითონ პედაგოგებს და მადლობას გადავუხდით ასეთი ლამაზი კონცერტის წარმართვისთვის. მერთმა დაგულოცოთ და ბედნიერებად გამყოფ, ბედნიერ გამყოფით. პირველ რიგში მინდა მიულოცო ასეთი ანშლაგით ჩატარებას კონცერტის. მე პირველად ვესწრებოდი ასეთ ღონისძიებას, არასოდეს არ მინახია პირდაპირ ეთერში, ასე რომ ვთქვათ, ცოცხალი შესრულებით ქართული ცეკვები. ვულოცავ ჩემ ხელში გაზრდილს გიორგი კაკაშვილის ასეთი მაგარი შოუს დადგმისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო მშობლებს ასეთი მაგარი შვილების აღზრდისთვის და მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის ომის ვეტერნებს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, ჩემს უფროს მეგობარს ბესო ჩუბინიძეს ასეთი მაგარი წაყვანისთვის. ბესო უღრმესი მადლობა ძმაო, მე არ ვიცოდი და არ მოველოდი და ძალიან ემოციებში ვარ და საუბარიც კი მიჭირს რა სიმართლე თუ გაინტერესებდა. ამ დროშას ავაფრიალებ 25 სექტემბერს ბრატისლავაში. აუცილებლად წავიღებ თან. ულოცავ ანსამბლ ქართას შემდეგ წარმატებას, რომელსაც დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მიაღწია და ხაზი გაუსვა იმ პროფესიონალიზმს, რომლითაც გიორგი კაკაშვილმა დაიწყო სულ პატარა ბიჭმა მოღვაწეობა და უკვე დღეს შეიძლება ითქვას პროფესიონალური ანსამბლი აქვს ჩამოყალიბებული ჩვენს რაიონში და არა მარტო ჩვენს რაიონში, ქართლის რაიონზე მაქვს საუბარი. უსურვებ წარმატებებს და ავიც მიამაყება მე რომ ანსამბლის ნატლიაც ვარ, სახელი ქართაც ჩვენი დარქმეულია და აგრძელებენ სახელსაც ამართლებენ, ქართა ასოცირდება ქართულთანაც, ქართანაც და არის ძამის ხეობის ერთ-ერთი მონასტრის სახელი, საიდანაც ჩვენიც გადმოვიღეთ და დავარქვით ანსამბლს. ჩემ ძმას გიორგის დღევანდელ დღეს მიულოცავ. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. უსურვებ კიდევ ბევრ წარმატებებს. მართლაც ძალიან ერიულობდა და როგორც იქნა დაისვენა და ყველაფერი კარგად ჩატარდა და კიდევ ბევრ წარმატებებს უსურვებ, იმიტომ რომ იმსახურებს და კიდევ მიულოცავ და ბევრი წარმატებები გიორგის. დიახ, მადლობა მინდა გადაუხადო დღევანდელი საღამოსთვის ანსამბლ ქართას და მის ხელმძღვანელებს. არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქეს, ბავშვებს, მშობლებს დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ბესოს ჩუბინიძეს თავისი ტელევიზიით, რომ ასეთ დიდ პოპულარიზაციას უწევს ქართული კულტურის საგანძურს, ცეკვას, ქართულ ცეკვას და მადლობა მინდა გითხრათ თქვენ
ყველას თითოეულ მონაწილეს მცხეთის კულტურის სახლის ადმინისტრაციას ყველას აბსოლუტურად დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, ბავშვებს, აი აქ კულტურის სცენს, ბენდს, იბერიას, ჩემს მუსიკოსებს, ბესოს, თქვენ და ანუ ყველას უღრმესი მადლობა ჩვენს განათებას, გახმოვანებას და რავი, დღევანდელი დღე იყო, როცი როგორი, აი ერთ წელიწადი რომ ვემზადებით ადამიანები რაღაცისთვის და ის დღე იყო დღეს რა. და რავი, ძალიან მადლობელი, ძალიან კმაყოფილი და უბედნიერესი ვარ ამ წუთში, მინდა გითხრათ ესე გულახდილად.